საყვარელი საქმიანობა, ცეკვა, ცურვა და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. მართვაში ჯერ რამდენიმე თვე ვცეკვავ, მაგრამ ადრე სხვა გამცეკვავდი, ისე მესამე წელია ცეკვას დავდივარ. მახსოვს პირველი დღე, როდესაც მართვაში მივედი, არავის არ ვიცნობდი და ვნერვიულობდი. ბავშვები დამხვდნენ ძალიან დიდი სიხარულით, ყველა ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა და რა თქმა უნდა რეპეტიცია ჩატარდა ჩვეულებრივად. მე პირადად ცეკვაზე თავიდან გამიჭირდა სცენაზე გასვლა, რადგან პირველად როდესაც სცენაზე გავდიოდი, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა როდესაც სცენაზე გავედი, უკვე ძალიან დიდი სიმშვიდე ვიგრძენი. უკვე 3 კონცერტი მქონდა და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი კონცერტი, რადგან მაინც სულ სხვა ემოციები ვიგრძენი ამ დროს. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. მე რომ ახლა კარგი მოცეკვავე ვიყო, ჩემ სოლო კონცერტს ვისურვებდი ესპანეთში. ამ კონცერტის აფიша ასეც წარმომიდგენია. განათებულ სცენაზე ვდგავარ აჭარულის ფორმით. უკან ფონზე ჩანს მართვას მოცეკვავეები. ფიშას დიდი ასოებით აწერია ცნობილი ქართველი მოცეკვავე ბარბარე ძინელაძე ქართულ და ესპანურ ენაზე. ბილეთი ეღირება 200 ევრო და მთელი დარბაზი იქნება სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი მოხუც ადამიანებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი სახლს ზღვის პირას და ჩემი გემოვნებით გავალამაზებდი. ჩემი ოცნების სახლი ასეც წარმომიდგენია. იქნება თეთრი, იქნება ზღვის პირას, ორსართულიანი, კერძო სახლი და იქნება აუზით. მაინც და მაინც ზღვის პირას, იმიტომ რომ რომანტიულიცაა და ცურვაც მიყვარს. ერთი წელი დავდიოდი ცურვაზე, მერე სამწუხაროდ დრო აღარ მქონდა და გამოვედი. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სწავლაში. კითხვა შემოყვარა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა სალომე კაკაბაძემ. ჩემი საყვარელი წიგნია მე ვხედავ მზეს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობაზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ არის კარგი გარემო, მყავს კარგი მასწავლებლები და კლასელები. ჩემი საყვარელი საგნებია ქართული და ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ესპანური. საყვარელი მასწავლებელია სალომე კაკაბაძე, იმიტომ რომ მოსწავლეებისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. ჯერ მომავალი პროფესია გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში მინდოდა რომ გავასულიყავი სტომატოლოგი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან მაინტერესებს როგორი ვიქნები ამ ასაკში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 18 წლის და ჰქვია გუგა. ის არის მხიარული, ნიჭიერი და მეგობრული. მამიკო არის მშრომელი, კეთილი, მზრუნველი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, კეთილი და კარგი დიასახლისი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ ხანდახან სახლსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვაკეთებ. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანები იქნებოდნენ უკვდავები. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, დროში მოგზაურობა რომ შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის. მე მაგალითად ვიმოგზაურებდი ქვისხანის საქართველოში. ჩემი საუკეთესო თვისება მგონია მეგობრების დახმარება. გამოვასწორებდი იმას, რომ მარტივად ვფრასდები. ბედნიერება არის ცეკვა, თავისუფლება და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.